ანუ ეს ფორმულა თან მოძრაობს, არ გიგონოთ რომ მარტო ის არის რა. 3 საათი ვიმუშავე, რომ 503 ნაწილი ამეწყო Gate-ის და Red Bull-ის მანქანა. დიდი ალბათობით Max-ის შეგნით, იმიტომ რომ Max-მა მოიგო სულ რამდენიმე კვირის წინ ბოლო. გამარჯობათ. ტრეიდერების ჰაბის მორიგი გაკვეთილზე უნდა გესაუბროთ და ამას უკან დავაბრუნებ, სანამ დამეშალა ამდენი ნაწვალნაშრომი. მგონი კარგად ის. ოკეი, კაი. დღევანდელი გაკვეთილი იქნება წინა გაკვეთილის გაგრძელება, იმიტომ რომ ჩვენ ფიუჩერზე პატარა აქტივობა განვახორციელებთ და დავხურეთ პოზიცია. თუმცა ეხლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინვესტიციები მართლა გირჩევთ რომ დაიწყოთ ინვესტირება და თუ ტრეიდინგის რო არ გაქვთ, უბრალოდ შეეშვით რა. იმიტომ რომ რეალურად მას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, მაგრამ თუ მაინც გინდათ რომ ტრეიდინგიცაც დაეუფლოთ, რა თქმა უნდა ტრეიდერების აპში უნდა მოგზანდეთ. ლინკები, ბმულები მე მგონი ყველაფერი კარგად იცით, არის ყველაფერი აღწერაში და აუცილებლად გამოგვყვევით ყველა სოციალურ ქსელში და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. მოკლედ შევხედოთ იმას, რომ ჩვენი $50 ვაუჩერი, რომელიც გითხარით რომ ძალიან ბევრი საჩუქარი გელოდებათ, როცა შემოდიხართ ჩვენი აფილირებული გვერდიდან, აი აქ არის Rewards Hub რო დააწვეთ, ეს უკვე გამოვიყენეთ ზეგან. აი აქ უკვე მიჩანდა და უკვე გამოყენებული მაქვს, მაგრამ ასევე შეგახებთ რაში გამოვიყენეთ. მოკლედ თუ შევიტანთ ეს უკვე მივიღეთ, როგორც ხედავთ, აქ იდენტიფიკაციის თემაზე უბრალოდ ველოდებით რომ დაგვიდასურდეს, არ ვიცი, ჯერჯერობით მოლოდინის პროცესში ვართ. დეპოზიტირება თანხის $20 დაგემატება დამატებით, პირველი ვაჭრობაზე $30-ზე მეტი ხნა ივაჭროთ და მიიღებთ დამატებით $20 და ძალიან ბევრი რაღაცა და აი მათ შორის ხედავთ რომ უკვე გამოყენებული გვაქვს ჩვენი პირველი ეგრეთ წოდებული ნაჩუქარი თანხა $50, რომელიც გაშვებული გვაქვს რაღაც კონკრეტულ აქტივობაში, აი აქ უკვე ჩანდა კონკრეტული ვაუჩერები, რომელიც უკვე მიბმული გვაქვს. ხა ისინი არ ვიცებო და რო აღარ ვიცვალო, აი აგერ არის, ხედავთ უკვე გამოყენებული არის, ვიპოვე მაინც, რომელიც უკვე გამოყენებული გვაქვს, გამოვიყენეთ 30 მოკეთ, ხო, გამოყენებული გვაქვს ეს უკვე და მოკეთ ველოდებით ვალიდაციის ვადასაც ველოდებით უკუსარგებელს ამ ინვესტიციის თემაში, აქ წერია მათ შორის ინსტრუქცია. კაი, მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ საკითხს, თორე ეს ძალიან გაგვეწელება. გადავდივართ ის, რომ ფიუჩერსიდან უნდა გადმოვიტანოთ უკვე ჩვენ თანხები უკვე spot ბაზარზე. ამიტომ spot order-ში რო გადავიდეთ, შევეცდებით რომ თანხა ის ჩვენი გადატანილი თანხა უკან დავაბრუნოთ. ხო, ამისთვის კვლავ დავუბრუნდებით spot order-ებში, არა, spot account-ებში. რო არ შეგეშალოთ, აქ ორდერები და კასეტები არის და აი ისევ transfers-ო დავაწვეთ. ჩვენ გავაკეთებთ რომ ამ future-სიდან გვინდა spot-ზე გადმოვიტანოთ, თუმცა Bitcoin-ი არ გვაქვს, რომ ჩვენ გვქონდა USDT, დავაწვევით ALLs და დავადასტურებთ და სულ რამდენიმე წამში ჩვენი თანხა აისახება უკვე spot account-ზე. საიდანაც შევეცდებით რომ ინვესტიციებიც განვახორციელოთ და განახოთ თუ როგორ ჩანს ინვესტიციების ნაწილი ჩვენს პლატფორმაზეც. ტრანსფერი უკვე წარმატებით განხორციელდა, ხედავთ რომ spot account-ზე უკვე მაქვს $10.59. ნუ შემიძლია შევიდე მარკეტზე, შემიძლია შევიდე პირდაპირ აი ასე spot ვთქვათ აქტივებში და პირველი აქტივი შევიძინოთ. Bitcoin-ი ვიყიდოთ, თუ რომელი coin-ი ვიყიდოთ, ამ ყველაფერზე თუ გაინტერესებთ ჩვენი მსჯელობები, აუცილებლად ყველა ლინკზე გამოგვყევით, იმიტომ რომ ძალიან მალე ან შეიძლება უკვე ეს ვიდეო უკვე ჩაწერილი როცა არის, უკვე დაწყებული გვაქვს live trading-ი და ძალიან ბევრი საინვესტიციო აქტივებზე საუბარი დახურულ ჯგუფებში, როგორც არის Telegram-ი, Discord-ი და ასე შემდგომ. ამიტომ ყველა აღწერილ ლინკებს მიაქციეთ ყურადღება და შემოგვიერთდით, იმიტომ რომ ეგ ნაწილი და ეს კონტენტი სრულიად უფასო არის თქვენთვის. კარგით, მოდით ჩავდოთ პირველი ინვესტიციები Ripple-ში. მიყვარს ეს მონეტა, სხვა რა გითხრათ. მიყვარს იმიტომ რომ ვიცი რა გველოდება მონეტაში უახლოეს პერიოდში. აი აქვე ჩანს ფასი, რომელიც არის მიღწეული 2.93 და 8, უბრალოდ რომ მაინც განახოთ რა პროცესით ხდება ეს ყველაფერი. მარკეტს დავაწყობი რომ მიმდინარე ფასში შევიძინო.
თუმცა ხედავთ რომ ოდესღაც კიდევ უფრო იაფიცხირდა, მაგრამ ნუ უბრალოდ თქვენ რომ ისწავლოთ შესყიდვის პროცესი როგორ არის და მაგალითად შეგვიძლია რომ ჯამში სულ $10.59 გამოვიყენო, აქ იმიჩანს კიდევ რომ 3.5 ცალ Ripples შევიძენ. მოდით შევიძინოთ სხვა რა გზა დაგვრჩენია, რომ ვიყიდოთ, იმიტომ რომ თანხა მაინც დიდი არა, მაგრამ მინიმუმ გამოგვიჩნდება პლატფორმაზე როგორ ჩანს ჩვენი უკვე პირველი დასაჰოლდი მონეტა. ხო, ხმაც გაიგეთ, ეს ხმა ძალიან მომწონს სხვათა შორის. აქ უკვე ქვემოთ უკვე ორდერი გამოსულია, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტურად ჩანს, როცა თქვენ შედიხართ თქვენს აქტივებში, რომ დაინახოთ spot ანგარიშზე რა გაქვთ ნაკედი და რა აქტივები გაქვთ ამ ეტაპზე შეძენილი. ქვემოთ თუ დააკვირდებით, აი აქ შეგიძლიათ მაგალითად დამალოთ ისეთი აქტივები, რომლებიც $1-ზე ნაკლები ღირს და მხოლოდ გამოჩნდება ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ შეძენილი $10.59 ჩვენი Ripples მონეტა. აი ამ პრინციპით მეგობრებო, შეგიძლიათ სხვა მონეტები შეიძინოთ, როგორც არის, რა ვიცი, Bitcoin-ი, Litecoin-ი, Ethereum-ი, Dogecoin და ასე შემდგომ. რაღაცეები, რაც არ ვარგა, daily-ით აქვს გაკეთებული Gates მხრიდან, რომელმაც რეალურად ვერ გაიარეს ის უსაფრთხოების თემები და პრინციპში Gates-ზე ინვესტიციები ძალიან უსაფრთხო არის და რეალურად ამას მივაქცევთ ყურადღება. ხო, აი აქვე უკვე ჩვენ გამოგვიჩნდა სხვა ნაწილი, როგორც არის გააქტიურება სხვა პოზიციების. ამაზე ოდნავ მოგვიანებით გესაუბრებით, მანამდე კი მინდა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი, რომ ალბათ გავიგეთ, როგორ, სად უნდა შევიდეთ, რომ ვიყიდოთ ჩვენთვის სასურველი აქტივები მონეტები. რა თქმა უნდა ჩაატაროთ შესაბამისი კვლევა, შესაბამისი ანალიზი, რომ სწორ დროს სწორი მონეტა შეიძინოთ. ამისთვის რომ ტრეიდერების ჰაბი დაგეხმარებათ ჩვენი მოკლევადიანი კურსებით, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვატარებთ ჩვენთან, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად. კიდევ ერთხელ შევასწავლეთ, რომ ტრეიდერების ჰაბის პარტნიორია gates.com და ვთხოვთ, რომ აუცილებლად გამოიწვიოთ ჩვენი ყველა სოციმედია არხი და რა თქმა უნდა ჩვენი YouTube არხი. მოგეთ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწვიოთ ჩვენი არხები. მადლობა.